ხდება ჩვენი ჯადოსნური საახალწლო ეთერი და მორიგ სტუმარს უნდა ვუმასპინძლოთ ახლა ბექა ბროლაძე მომღერალი შემოგვიერთდა ჩემთვის საყვარელი მომღერალი და მეგობარი მადლობა ბექა პირველ რიგში იმისთვის რომ ხარ ჩვენთან ერთად დღეს ვიცი რომ მიფრინავთ და დიდი მადლობა რომ დღეს ვარ თქვენ საახალწლო გადაცემის სტუმარი. მადლობა შენ. მოდი შეგვიჯამე 2025 წელი როგორი იყო შენთვის? რამდენჯერ დადგი მიწაზე ფეხი, იმიტომ რომ ყველა საუბრობს შენ ფრენებთან დაკავშირებით, როგორ ასწრებ ამ მინდა გითხრა რომ ძალიან წარმატებული წელი მქონდა, აი მართლა, ერთ-ერთი გამორჩეული წელი იყო ჩემს ცხოვრებაში, ჩემს კარიერაში. კარიერით დავიწყებ ჯერ რომ გავაკეთე ძალიან საინტერესო ახალი მუსიკალური პროექტი, იმიტომ რომ მე რაღაცნაირად მე მთხოვა ხოლმე ახალ წელს, ახალი სიმღერა, თუ არის იმის საშუალება რომ თან კლიპიც გადავიღო და გავაკეთე მაიკოს სიმღერა კაჭკაჭაშვილის ტრადიციულად პატარა ეს ნიუსიც ჩავაგდეთ, ნახავდით ალბათ და უკვე ამ სიმღერას ქვია სიყვარულის ისტორია და გადავწყვიტეთ რომ ბარემ პრეზენტაცია გავაკეთოთ 14 ფებრუარს სიყვარულის 2026 წელს დაიწყო პრემიერით ეს მონტაჟი ჭირდება ხო 1000 ისეთი ტექნიკური საკითხები არის გასაკეთებელი და რაც შეეხება ჩემს რაღაცა პირად მიმართულებებს, ნუ ეხა პირად ცხოვრებას თუ არ ჩავთვლით, სხვა დანარჩენი ყველაფერი იდეალური წელი მქონდა მართლა და რა ვიცი ძალიან ბედნიერი ვარ ზოგადად, იმიტომ რომ მარტო იმ ადამიანებით ვინც გარშემო მყავს და მარტო ხო იცით ზოგადად რომ ადამიანი მარტო ვერაფერს ვერ გააკეთებ. უნდა ყავდეს მინიმუმ რამდენიმე ადამიანი გვერდით, სანდო ადამიანები, რომლებიც შენი გულშემატკივრები არიან ცხოვრებაში და მე ვთვლი რომ ძალიან წარმატებული წელი მქონდა და რა ვიცი, მადლობა ამ წელს 2025 წელს და ვემზადები ხა უკეთესი 2026 წელს. შენგანაც უნდა ავიღოთ პირობა რომ ახალი სიმღერით უკვე რომელიც 2026-ში გაჟღერდება და პრემიერა იქნება გელოდებით მერე დილის ეთერში დიდი სიამოვნებით და სანამ თქვენთან ეთერში მოვალ, ჩემთან 14 ფებრუარს აუცილებლად ჩვენც გესტუმრებით. პრეზენტაციაზე უნდა აუცილებლად იყოთ. ყოველთვის ვართ ხოლმე ჩვენ შევგვერდით ოდითგანვე. ისედაც ხარ. კი ბატონო, ბექა, ზოგადად აი ჩვენ წინასტუმრებთან აღნიშნეთ რომ ეს ახალი წელი რაღაცნაირად საოჯახო ოჯახური დღესასწაულია, როცა მთელი ოჯახი ერთად იკრიბება, რაღაცა სითბოს და სიყვარულს უზიარებს ერთმანეთს. შენი პროფესიიდან გამომდინარე, მაგიტო გამეძიება ვერ ახერხებ, მაგრამ როდესაც ბოლოს ოჯახის წევრები ახალ წელს ასე უნდა ვკითხოთ ბექას სცენაზე, მაგრამ მაინც აი თუ ახერხებ ხოლმე, რომ თუნდაც შემდგომ დღეებში იყო ოჯახთან ერთად ჩაერთო აი ამ საახალწლო ფუსფუსში, ხო და როგორ აბალანსებ ხოლმე ამ ყველაფერს. ძალიან საინტერესო კითხვა დამისვი მართლა და ნუ ყოველთვის 99% შემთხვევაში ხო იცით რომ ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე ვერ ვართ სახლში და ეს ჩემი ოჯახის წევრები რომ ფუსფუსებენ, რაღაცა ჩემი გოზინახს აკეთებს, მამა ჩემი რაღაც მოდის იქ შამპანიურებით და რაღაცა სამწუხაროდ აი ორ ტრიალს ვერ ვამთხევ ხოლმე რა ჩემი ღონისძიებებიდან გამომდინარე, მაგრამ ჩემთან ესე ხდება ხოლმე რომ მე რომ ამ ყველაფერს მოვილევ დილით უკვე გამთენიისას უკვე ხალხი რაღაცა უკვე ყველა სახლშია, ნაკეიფარი, კაი დროს ატარებენ, უკვე თახლილები არიან. მეც ამ დროს უკვე გამთენიისას მივდივარ ხოლმე და სახლში რა მხდება ეხა? გაშლილი სუფრა, გამსადებული უკვე, ავხავს ყველას თავის ოთახებში ძინა და ეს მარტო სახლში ვარ და ესე დავჯდები ხოლმე სუფრაზე და ეს წელი შედგა და ამ დროს ყველას ძინავს. მაგრამ აი მეორე დღეს უკვე ხო, პირველში ყველას ძინავს, მე მგონი ორიდან არის. ჩემი ახალი წელი არის 1 იანვარი. ისედაც მეგონი უფრო პოზიტიური რაღაც სხვანაირია აურატრიალებს პირველში 31-ში მაინც იღლები მთელი დღე იმიტომ ქაოსია და ყველას გადაგბერი საქმე გაქიქ ბოლოს უკვე დაღლილი შეჭამ დალებ და მართლა დაიძინებ 1-2 საათში და პირველში არის რეალური ახალი წელი ხო ნამდვილად ეს. თან ჩვენ ახლა 14-მდე გრძელდება ეს ახალი წელი. შეიძლება მე რაღაცაერად აინაზრაურებ ხოლმე. აი ვიწყებ ხოლმე ეს 1 იანვარს უკვე უოცავ ჩემს მეგობრებს, საყვარელ ანუ მე კოლეთ შენ ხარ ესე გამოდის შენი ოჯახის ხო? შენ მიდიხარ. იმიტომ რომ აი მე სულ ვიძახი რომ სანამ მე სახლში არ შემოვალ. ხა წარმოიდგინე მეზობელი რო გიკაკუნებს ახალი წელი და იცი რა ვერ შემოგიშვებ. ბექა ჯერ არ მოსულა. ანუ ხო წარმოგიდგენია. მაგრამ ნუ რაღაც ესე ხდება ხოლმე მართლა რომ აი მე ვარ უკვე რამდენიმე წელია და
ხო და მეთანხმები რომ მართლა მე მგონი კარგი ნამდვილად დაგეთანხმები. ლევანდელი წელი კიდევ ერთი მიზეზის გამო იყო შენთვის გამორჩეული გახსენი მუსიკალური სტუდია, ხო? ეს ამაზეც მინდა რომ მოგვიყვე. ძალიან მაგარი რაღაც გამომივიდა მე მგონი, ოღონდ მე მარტო ამას ვერ შევძლებდი თუ არა და ჩვენი უსაყვარლესი, უნიჭიერესი მაიკო კაჭკაჭიშვილი და ვფიქრობ რომ ჩვენი კოლაბორაცია რომელიც უკვე მესამე თვე არის, რაც არსებობს ქართულ ბაზარზე, ჩვენი მუსიკალური აკადემია არის ერთ-ერთი მოწინავე ამით, აი მართლა ძალიან ვამაყობ, იმიტომ რომ ნუ გარდა რაღაცა ბიზნესის მიმართულებისა, ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის, როგორც მომღერალისთვის და ზოგადად ცხოვრებაშიც ხო ესე ხდება, მე პურემპური უნდა გამოაცხოსო, ესეთი ნათქვამია. მე ვფიქრობ, რომ ანუ როცა ეს საქმე ძალიან გიყვარს და ამ ყველაფერს დიდი ენთუზიაზმით აკეთებ, მაშინ ხდები ალბათ წარმატებული. საჩუქარი მინდა გადმოგცე ჩვენი საყვარელი ბიბლუსისგან და ჩავიფიქროთ ყველამ ერთად დღესასწაული ბიბლუსთან ერთად რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა. აქვე მიულოცე ჩვენს მაყურებელს დამდეგი 2026 წელი. მე მგონი ჯობია, ხო? გადმოგაცემი. მე პირველ რიგში გილოცავთ 2021 წელს. ძალიან ნაყოფიერ წელს, ძალიან ბედნიერ წელს თქვენ საყვარელ ადამიანებთან ერთად. ჩვენს მაყურებელსაც ულოცავ 2026 წელს და უსურვებ ყველაფერს საუკეთესოს. იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ყოველი დღე, როდესაც ადამიანი იღვიძებ, უნდა იყოს ბედნიერი და თუ ამ პოზიტივით, ამ შემართებით დაიწყებ ადამიანი იმ ყოველდღიურობას, აუცილებლად იქნები წარმატებული და რაღაც მე ესე შეგნებით მჯერა ხოლმე ამის. ასე რომ გილოცავთ, მიხარია თქვენთან ერთად ყოფნა და საუკეთესო წელს გისურვებთ. ჩვენსაც ჩვენს. მადლობა შენ, ახლა უკვე უნდა გადაინაცვლა ბიბლუსის მიერ არაჩვეულებრივ მორთულ და ჩვენს ჭყუიალა სცენაზე და გიტოვებთ ბექას მუსიკალურ ნომერს. Parallele, be, can't show swag.